SpaceX-ი კოსმოსში 1 მილიონი სატელიტის გაშვებას გეგმავს, ოღონდ ეს არ იქნება სტანდარტული სატელიტი, ეს იქნება ერთგვარი დატა ცენტრების ბაზა, რომლებმაც ზის კან უნდა მიიღონ ენერგია მონაცემების დამუშავებისთვის, რასაც აკეთებს მარტივად რომ ვთქვათ, მონაცემთა ცენტრები და რაც მთავარია, შემდგომ ეს ინფორმაცია გამოუშვას დედამიწაზე და მისცეს, რაც მთავარია, ილონ მასკის სხვადასხვა სტარტაპს საშუალება იმისთვის, რომ ისინი განვითარდნენ. ერთი მაგალითი შეგვიძლია ავიღოთ გროკი, რომელიც მათ შორის OpenAI-ის და Gemini-ის კონკურენტობას ცდილობს, მართალია სერიოზულ პრობლემებში აღმოჩნდა, მაგრამ მთავარი აქ არის ის, რომ ილონ მასკის გადაწყვეტილება არის ის, რომ დედამიწაზე აღარ უნდა იყოს ასეთი დიდი ზრდა ამ შემთხვევაში დატა ცენტრების, იმიტომ რომ ფიზიკურად არ შეუძლია ამ პლანეტას რომ ამხელა დატვირთვა აიტანოს. ჩვენ ვხედავთ ცალკე საკითხია, საერთოდ კაბელები ვეღარ წვდება, აღარ არის ეს ამჟამად არსებული ტექნოლოგია და ამჟამად არსებული, ასე რომ ვთქვათ, ნებისმიერი გზის მომწოდებელი, ეს იქნება დენის, წყლის, არც ერთი არ არის მზად ისეთი დატვირთვისთვის და არც არასდროს ყოფილა გათვლილი ისეთი დატვირთვისთვის, რომელსაც დღეს ვხედავთ. შესაბამისად, ილონ მასკი თვლის, რომ ადამიანებმა კოსმოსში უნდა გადაინაცვლონ ამ კუთხით, სადაც მზის ულიმიტო რესურსის გამოყენება შეიძლება, თანაც მილიონი სატელიტი არ არის სახუმარო, ისინი მზის ენერგიაზე იმუშავებენ და ამ მზის ენერგიიდან მიღებულ ენერგიას გარდაქმნიან იმ ძალაში, რაც მონაცემთა ცენტრების ამუშავებისთვის არის საჭირო, მარტივად რომ ვთქვათ. აქ მნიშვნელოვანი არის ის, რომ ძალიან დიდი რიცხვია, არანორმალურად დიდი რიცხვია და მაღალი ალბათობა, რომ ეს რაოდენობა არ დაუმტკიცოს მარეგულირებელმა, თუმცა სტანდარტული პროცესია მოლაპარაკებისას დაასახელოს. ძალიან დიდი რიცხვი, ცალკე საკითხია, რომ ილონ მასკს ყოველთვის ახასიათებს რაღაც დიდის დასახელება, რომ ყურადღება მიიქციოს, თუმცა სავარაუდოდ და დიდი ალბათობით ჩამოეს რამდენიმე ასეულ ათასამდე. ესეც ძალიან დიდი რიცხვი იქნება, ცალკე პრობლემას ხომ ქმნის ამდენი სატელიტის გაშვება კოსმოსში, ორბიტაზე ელემენტარულად ბინძურდება, მარტივად რომ ვთქვათ, ორბიტა და ნებისმიერი მცირედი აცდენაც, მცირედი დაზიანებაც შეიძლება გამომწვევი გახდეს მთლიანად სატელიტების ჯაჭვის ჩამოქცევის და ეს არავის არ აწყობს. შესაბამისად, აქ სიფრთხილეს გამოიჩენს დიდი ალბათობით მარეგულირებელი, თუმცა მარტივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვიდრე სხვა კომპანიები დედამიწაზე ცდილობენ, რომ მონაცემთა ცენტრები ააშენონ და ის რესურსი ბოლომდე გამოწურონ, მარტივად რომ ვთქვათ, დედამიწას რაც აქვს, ილონ მასკი თვლის, რომ სამყაროს მომავალი არის კოსმოსში, იქ უნდა აშენდეს დატა ცენტრები, აშენდეს არა, გაფრინდეს, ფაქტობრივად და იფრინოს ჰაერში დატა ცენტრები და ამაზე საკმაოდ ბევრსაც მუშაობს. მოკლედ ძალიან საინტერესო გეგმები აქვს ილონ მასკს SpaceX-თან დაკავშირებით და ვნახოთ, მოახერხებს თუ არა რეალურად ამ გეგმის განხორციელებას.